I'm German homolos. I drink coffee and I know things. მე-11 ეპიზოდის თემა არის რატომ უშვებს ბოროტებას ღმერთი. კიდევ ერთი დაუკვირვებლობისგან წარმოქმნილი კითხვა, რომელზე პასუხის ვერ პოვნის გამო ზოგიერთი ადამიანი რწმენას კარგავს. განა იმიტომ, რომ ვერ პოულობენ პასუხს. რომ პასუხი არ არის. პასუხი არის. კი არის კითხვები, რომელზე პასუხიც არ გვაქვს კაცობრიობას, მაგრამ ამ კითხვაზე პასუხი გვაქვს. ოღონდ მხოლოდ მისი მოსმენა არაა საკმარისი. მის გასააზრებლად ადამიანი უნდა დაიცალოს ეგოსგან, განუზომელი ნარცისიზმისგან და მიწიერი, მახინჯი გულგრილი დამოკიდებულებისგან ცხოვრების და ადამიანების მიმართ. ეს კითხვა არის, რატომ არ აქრობს მოსიყვარულე ღმერთი ბოროტებას? რატომ კლავენ ადამიანები ერთმანეთს? რატომ ხდება ომები? რატომ შიმშილობს ხალხი? მეგობრები რატომ ტოვებენ ერთმანეთს გასაჭირის დროს? ბავშვები რატომ ობლდებიან? რატომ არსებობს შური? რატომ არ შეგვიძლია ერთმანეთის გაგება, მოსმენა და თანაგრძნობის წესიერად გამოხატვა? თუ ღმერთი კეთილია და მართლა არსებობსო, რატომ არ მოსპობს ამ ყველაფერს ცულსო და ბოროტებასო? მოდი დავუკვირდეთ. სად ურევია აქ ღმერთის ხელი? სად არის ის დამნაშავე? ღმერთი უბრძანებს ადამიანებს მიწების და რესურსების გამო ომები დაიწყეთო? ღმერთი გვეუბნება მეგობარს უღალატეთო? ღმერთი გვეუბნება ერთმანეთს ზემოდან უყურეთ და მაქსიმალურად დააიგნორეთო? სად ჩანს ღმერთის ხელი ამ ბოროტულ გამოხტომებში? არსად. გამოდის ვისი ბრალია ეს ბოროტება? ომებში, ძვირფას სახლებში, მანქანებში, კოსმოსის უაზრო კვლევებში და 1000 სისულელეებში ფულისა და დროის ხარჯვას, ერთმანეთის დახმარებას რომ უთმობდეთ, ეგოიზმში ჩაძირვას, სხვისი დახმარების სიკეთით რომ მივიღოთ შვება და სიხარული, ამაში ვინ გვიშლის ხელს? ვინ გვიშლის ხელს რომ სიკეთე გავაკეთოთ? არავინ, საერთოდ არავინ. ვინ გვიშლის ხელს რომ სიძულვილის სიყვარულით ჩავანაცვლოთ? ყალბი და ფასადური სიყვარულით არა, ნამდვილი თანამგრძნობის სიყვარულით. არავინ, ხო? რა გამოდის? ვისგან მოდის ბოროტება? ადამიანის არჩევანით. სწორედ ამიტომ არ აქრობს ბოროტებას ღმერთი. მას ის არ შეუქმნია. მან ადამიანის შექმნა სიყვარულისთვის და მისცა სრული თავისუფლება, რაც არჩევანის საშუალებას გულისხმობს. აჰა, შენ ეს სამყარო და დედამიწა, შენი სიცოცხლე, სახელი, სხეული, სული და გონება და რაც გინდა ის უქენი მას. რა გამოდის? ვისგან მოდის ბოროტება? ადამიანის არჩევანით, ხო? სწორედ ამიტომ არ აქრობს ბოროტებას ღმერთი. მას ის არ შეუქმნია. მან ადამიანი შექმნა სიყვარულისთვის და მისცა სრული თავისუფლება, რაც არჩევანის საშუალებას გულისხმობს. აჰა, შენ ეს სამყარო და დედამიწა, შენი სიცოცხლე, სხეული, სული და გონება და რაც გინდა ის უქენი მას. რაღაცნაირი ჩემი მსგავსი ქმნილება იქნება, რანაირად ჩემს მსგავსად თავისუფალი იქნება, თუ ყველაფერში ჩავერევი და ყვავილის მორწყვის ნაცვლად ხანძრის გაჩენას რომ აირჩევს ადამიანი და მე ამას დავუშვი, ეს რაღაცნაირი თავისუფლება იქნება. მე რა რომ ეს ცუდი არის. არავინ გიშლის რომ იყო კეთილი ადამიანი და შენი გონება თავისი სრული ძალებით გამოიყენო. კი ეცდება მაცდური შენ მართვას, მაგრამ მე ხომ მოგეცი გონება, თვალები, ყურები, ხო და გამოიყენე შენ სასიკეთოდ. ბოროტებისთვის რატომ იყენებ ამ ყველაფერს, ამ საჩუქრებს? ბოროტება სიყვარულის ნაკლებობით ჩნდება ადამიანის გულში და მხოლოდ ადამიანის ვალია მისი გაქრობა და მოძირკვა. მეორეს მხრივ უფალი ბოროტებას იყენებს თავის ყველაზე ძლიერი მეომრების გასაძლიერებლად და სუსტების გასაწვრთნელად, რადგან სულიერი და გონებრივი ძლიერება თავისუფლების ნაყოფია. ის ასე გამზადებული და ლანგრით მორთმეული ვერ იქნება. ის უნდა გამომუშავდეს. აქ დავამატებ და ვიტყვი, რომ ბოროტება მხოლოდ კაცის კვლა, ქურდობა და ღალატი არა,
ყველაფერი, რაც ღმერთისგან გვაშორებს და მის წინააღმდეგაა, ბოროტებაა და მოდის ეშმაკისგან, რადგანაც პირდაპირ ბრძოლით ვერ დაამარცხა იგი, ანუ ეშმაკმა ღმერთი პირდაპირ ბრძოლით ვერ დაამარცხა, ადამიანების გულებში გადაინაცვლა და მათი ცდუნებებით ცდილობს მასთან ბრძოლას. როგორც ნათქვამია, სატანა ღმერთს ებრძვის, ბრძოლის ველი კი ადამიანთა გულებიაო. ეს ბრძოლა გარდაუვალი და აუცილებელია. მისი საშუალებით ძლიერდება სული და იცდება ადამიანის რწმენა, თანაც მტკიცდება. ამიტომ ბოროტება, როგორც საცდური, ისე უნდა დაინახო. მტერი, რომლის ყოველი დამარცხებით უფრო ძლიერი და მტკიცე ხდები და არა ცხოვრების ამაოებად და ადამიანთა წყევლად, რომელსაც უნდა დანებდე, ეგრევე ან ურწმუნოების მიზეზად დაიყო. რა კი ბოროტება არსებობსო, ღმერთიც არ ყოფილაო. აბა თუ უყვარ ვართ, რატომ არ გვაშორებსო ამ ბოროტებასო? ეს ფიქრები უნდა რომ გქონდეს ეშმაკს. ასია, ქრისტიანს მოსვენება და ფუფუნება არ უნდა გქონდეს მიწიერ ცხოვრებაში. სულ სიფხიზლე მართებს, სულ უნდა ებრძოლოს თავის თავს, ცდუნებებს, სიბრაზეს, უიმედობას, თანაგრძნობის უნარის არქონას, გულგრილობას. მხოლოდ ეკლესიაში სიარული და ლოცვების ლექსივით ჩაკითხვა უგულოდ და უმარილოდ ეს რწმენა არ არის. მთავარია ჩვენი სიფხიზლე, ცნობიერი სიფხიზლე და ღმერთის ძიების დაუოკებელი სურვილი.